ალეკო ელისაშვილს 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ელისაშვილი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია, ეს კობახიძე მდინარაძის გინებისთვის დარბაზიდან გააძევეს. პოლიტიკოს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავებოდნენ. აღნიშნული ეპიზოდი საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში მომხდარ ფაქტს ეხებოდა. ბრალდების მიხედვით ელისაშვილს შენობის დაწვა სურდა. ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველების გენოციდის ერთ-ერთი მონაწილე აფხაზის სეპარატისტი გენერალ-მაიორი ვალერი ხაგბა მოკვდა. მას აფხაზეთის გმირის წოდება ჰქონდა მინიჭებული. ხაგბა 1992-93 წლების ომის დროს სეპარატისტთა თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის წევრი იყო. ორგანო გეგმავდა და ხელმძღვანელობდა სამხედრო ოპერაციებს, რომელთა მიზანიც ქართული მოსახლეობის მასობრივი დეპორტაცია, ეთნიკური წმენდა და განადგურება იყო. ქართველმა მოსწავლეებმა პროექტ მეხსიერების მატარებლის ფარგლებში ბელარუსისა და რუსეთის 13 ქალაქი მოინახულეს. ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექცია ავრცელებს. რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ქართველი ახალგაზრდების პროექტში მონაწილეობას განსაკუთრებით გაუსვა ხაზი. რუსეთის მოსახლეობა ინტერნეტში ყველაზე ხშირად საწვავის სახლში დამზადების გზებს ეძებს. ამის შესახებ გამოცემა The Bell წერს. ფრაზა როგორ გავაკეთო ბენზინი ივნისში 17,000 ჯერ მოიძებნა, რაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.